მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, გადაცემა ერთიანი მშვიდობიანი კავკასია კვლავ ეთერშია. მე გახლავთ მისი ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი თამარ ბელქანია. დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა ეს არის რუსეთ-თურქეთის ომი ჩვენს გეოპოლიტიკურ არეალში, მისი ისტორია, შედეგები და სავარაუდო პრევენცია. წარმოგიდგენთ ჩვენი დღევანდელი გადაცემის ძალიან საინტერესო სტუმრებს, ქალბატონ თამთა ბოკუჩავას, რომელიც აღმოსავლეთმცოდნე და თურქოლოგი გახლავთ, ბატონი ზაურ მჭედლიშვილი, რომელიც ასევე აღმოსავლეთმცოდნე და თურქოლოგი გახლავთ და ბატონი გიორგი ბადრიძე, რომელიც საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდს წარმოადგენს და ჩვენმა მაყურებელმა ძალიან კარგად იცის, რომ თქვენ იყავით საქართველოს ელჩი ბრიტანეთში, ამიტომ ჩვენია ეს აკადემიური დიალოგი, მე ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნება მაყურებლებისთვისაც. ჩვენ ვადანებთ ალყურს პრესას, მედიას და ვხედავთ, როგორ ცდილობს იგივე რუსეთი, გარკვეულწილად საქართველოს ჩართვას აი ამ საინფორმაციო ომში. მისი ბოლო განცხადებაც იყო ამდაგვარი, რომ ჩვენ ანუ რუსეთი ერთმუშტად შეკრავს საქართველოს და ერთად გადაუვლით თურქეთს. რამდენად ეს შესაძლებელი ამაზე ვისაუბრეთ, მაგრამ ალბათ ყველაფერს აქვს თავისი ისტორია, ისევე როგორც აი ამ რუსეთ-თურქეთის ომს. ბატონო ზაურ, აი რითი იწყება ეს ყველაფერი? რა თქმა უნდა, მოგესალმებით, ტელემაყურებელს მოგესალმები. რუსეთ-თურქეთის ომების ისტორია იწყება ჯერ კიდევ მე-16 საუკუნიდან, როდესაც თურქეთმა, მაშინდელმა ოსმალეთმა ყირიმის თათრებთან, ყირიმის სახანოსთან ერთად გადაწყვიტეს ვოლგა-დონის არხის გახსნა. ეს იყო 1569 წელს. აი პირველი შეტაკება რუსებსა და ესე იგი მაშინ ადაშევი იყო რუსების მხრიდან, დანილო ადაშევი ასეთი, რომელიც 20,000 მეომრით დაესხა თურქებს ასტრახანის აღებას ცდილობდნენ, რამე თუ ვიცით, რომ ივანე მრისხანემ 1552-ში ყაზანი აიღო, 56-ში აიღო ასტრახანი და ასტრახანის აღება ოსმალეთისთვის იყო ძალიან დიდი დარტყმა. ამიტომ ასტრახანის აღება და ვოლგა-დონის შეერთებაც ჰქონდათ ესე იგი გადაწყვეტილი. რომ არ გავაგრძელო, რუსეთსა და თურქეთს შორის დათვლილია 13 ომი მოხდა. მართალია, იყო კოალიციაშიც რუსეთი, მაგალითად როგორც ყირიმის ომის დროს თურქეთი იყო კოალიციაში, 1726-29 წლებში რუსეთ-ავსტრიის კოალიცია იყო და პირველი მსოფლიო ომი ვიცით, რომ რუსეთი ანტანტას წევრი იყო, ხოლო თურქეთი სამთა კავშირის, ესე იგი შემდეგ 4-თა კავშირად გადაკეთდა გერმანიის მომხრე. ამიტომ დაპირისპირება მუდამ იყო თურქეთსა და რუსეთს შორის, არასოდეს ისინი კოალიციაში არ ყოფილან, მეორე მსოფლიო ომის ბოლოსაც კი როდესაც უკვე ომის ბედი გადაწყვეტილი იყო თურქეთმა, ჩერჩილის დიდი ზეწოლით, თურქეთმა 23 თებერვალს 45 წელს გამოუცხადა გერმანიას ომი. ესეც იმიტომ, რომ გაეროს დამფუძნებელ ქვეყნებს შორის მოხვდა ამით აი ამ ნაბიჯით თურქეთი. პირველი მსოფლიო ომი რა კი ყველაზე მეტად შეეხო დამოუკიდებელ საქართველოს, რამე თუ როდესაც 1918 წლის 11 ნოემბერს დასრულდა პირველი მსოფლიო ომი ოფიციალურად, საქართველო იმ დროს უკვე იყო დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკა. ამიტომ ამ ომის დასრულებისთანავე, რა თქმა უნდა, თურქეთმა რომ მოაწერა ხელი მუდროსის ხელშეკრულებას 30 ოქტომბერს 1918-ისა, სწორედ ინგლისის ისევ და ისევ კარნახით, ანტანტის უпростоრად კავშირის კარნახით, ოსმალეთს უნდა გაეთავისუფლებინა ყველა დაპყრობილი ტერიტორიები, რამე თუ პირველი როდესაც საქართველო ესე იგი რუსეთში მოხდა ის რევოლუცია, ჯერ ბურჟუაზიული, შემდეგ ოქტომბრის გადატრიალება შეიარაღებული და სწორედ ამის შედეგად საქართველო დარჩა, იცით რა, ამიერკავკასიის ქვეყნები, ეს ყოფილი რუსეთის იმპერიის ნაწილი, დარჩნენ დაუცველნი. რამე თუ მანამდე რუსეთი იბრძოდა და გენერალი ილია ოდიშელიძეც, რუსეთის არმიის გენერალი, მაშინ საქართველოს ჩაუდგა სათავეში, დამოუკიდებელ საქართველოს ჯარებს და სწორედ თურქეთმა ისარგებლა ამით ბრესტ-ლიტოვსკის ზავი, რომელიც
ბოლშევიკურმა რუსეთმა დადო გერმანიასა და თურქეთთან ძირითადად ეს 1918 წლის 3 მარტს, აი სწორედ იმ ბრესტ-ლიტოვსკის ზავის დადებისთანავე 11 მარტს უკვე აკაკი ჩხენკელი კი ეწვია ტრაპიზონს და თურქეთის ხარესთან მოლაპარაკებების გამართვას სცადა, მაგრამ ეს მოლაპარაკებები არ შედგა, რამე თუ საქართველოს ჯერ არ იყო დამოუკიდებელი სახელმწიფო და ამიტომ 1 აპრილს 1918 წლისა ოსმალეთის ჯარები შეიჭრნენ ბათუმში და ბათუმი დაიკავეს. აი სწორედ ამ დაკავების შემდეგ მოხდა ესე იგი ამ საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკით გამოცხადება უკვე მაისის 26-ში იმავე წელს, რა თქმა უნდა გერმანიამ ძალიან დიდი როლი ითამაშა რომ თურქეთი შეეჩერებინა, თორე თურქეთს გადაწყვეტილი იყო ბათუმ, ბაქოს ესე რკინიგზის ხელში აღება და ამ რკინიგზით აზერბაიჯანისკენ, ესე იგი ბაქოსაკენ სამხედრო იარაღის გადატანაც კი სცადა და იყო ასეთ შემთხვევები. და იმიტომაც იყო რომ 1918 წლის 15 სექტემბერს უკვე ბაქო დაეცა და თურქეთის ჯარები შევიდნენ ბაქოში. და აი ამას მოჰყვა შემდეგ საქართველოს ვიცით ეს ძალით გასაბჭოება, თუ შეიძლება ითქვას გასაბჭოება, გაწითლება თუ დაპყრობა, ანექსია სრული და 1921 წლის 25 თებერვალს ხდება საქართველოში ესე იგი ამ შემოჭრა ამ ბანდიტური რაზმებისა და 16 მარტს მოსკოვში იდება თურქეთსა და საბჭოთა რუსეთს შორის მეგობრობისა და თავდაუსხმელობის კეთილმეზობლობის ხელშეკრულება, რომელიც ხელშეკრულების მეორე პარაგრაფიც არის რომ თურქეთი საქართველოს უბრუნებს სუზერენიტეტის სახით ბათუმის ოლქს მისი მიმდებარე ტერიტორიებით, რომელიც გამოკვეთილი იყო უკვე პირველ მუხლში. იგივე ეს მუხლი შემდეგ ოფიციალურად რუსეთმა პირდაპირ საბჭოთა რესპუბლიკები ამიერკავკასიისა მირეკა ყარსში და ყარსში იგივე 1921 წლის 13 ოქტომბერს იდება ხელშეკრულება თურქეთსა და სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკას შორის რუსეთის მონაწილეობით. აი ეს ყარსის ხელშეკრულებით, სწორედ ის ბათუმის ბედი გადაწყდა მაშინ და თურქეთი დღესაც ეხლა არ გამიბრაზდებიან რომ გარკვეული წრეები მისტირიან იმ ბათუმის იმ რომ ქაზიმ კარაბეკირმა ესე იგი მაშინდელმა იმ სარდალმა რუსებსო უფეშქაშაო პირდაპირ აი ესე წერია ესე იგი ბათუმიო და ბათუმი სადაც ცხოვრობენ მოსახლეობის უმრავლესობა არის არერიდებიან აჭარელი თურქები ასე უწოდებენ მათ ამიტომ თურქეთის ის ესე იგი პირველი მსოფლიო ომიდან დამარცხებული თურქეთი და გაწმილებული თურქეთი რომელიც დანაწევრებული იყო უკვე პირველი მსოფლიო ომის დროშივე 1916 წელს საიქს-პიკოსის გეგმით სრულიად გადანაწილებული ჰქონდათ ანტანტის ქვეყნებს. მართალია რუსეთში რომ არ მომხდარიყო ის გადატრიალება, რა თქმა უნდა, სტამბოლი და ის სრუტეები, რომელიც ისტორიულად უზარმაზარ მნიშვნელობას ატარებენ, აღმოჩნდებოდა რუსეთის ხელში. და სწორედ საქართველო, დამოუკიდებელი საქართველო უკვე გასაბჭოებული, რომელსაც არ დააცადეს დამოუკიდებლობა, მიუხედავად იმისა, რომ 1920 წლის 7 მაისს მოსკოვში დაიდო ხელშეკრულება საბჭოთა რუსეთსა და დამოუკიდებელ საქართველოს შორის, სადაც პირდაპირ არის ხაზგასმული, რომ რუსეთი აღიარებს საქართველოს დამოუკიდებლობას და არავითარ ძალას და არავითარ ქმედებებსაც კი არ განახორციელებს, რომ შებღალოს საქართველოს დამოუკიდებლობა. მაგრამ იმავე წლის უკვე მაისში მოეწოდა და 20 აგვისტოს უკვე გადაწყდა ლენინის ესე ხელდასმით, რომ საქართველოს უნდა აუცილებლად მოექცეს იმ გაწითლების, იმ ესე იგი სფეროში, რომელსაც მსოფლიო კომუნიზმმა შეერქვა შემდეგ უკვე ტროცკის თაოსნობით. და ამიტომ ყარსის ხელშეკრულების ეს მუხლი უკვე ის მეორე მუხლი მოსკოვში, მე-6 მუხლად იქცა ყარსში, რომელიც იგივე პირდაპირ არის გადმოტანილი ეს მოსკოვში მიღებული რუსეთსა და თურქეთს შორის ერთმანეთში მოლაპარაკება ბათუმის ოლქის შესახებ, ბათუმის რეგიონის, უბრალოდ ბათუმის
აჭარა მაშინ არ იხსენება, იმიტომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა შეიქმნა 21 წლის 9 ივლისს, როცა უკვე საბჭოთა წყობილება იყო საქართველოში. ამიტომ დღეს ყარსის ხელშეკრულების აი ამ მუხლზე, როდესაც საქართველოში ისმის ხმები, რომ აი 100 წელი გავა 2021 წელს და თურქეთი ჯარებით შემოიჭრება, რამაც თურქეთი არის გარანტიორი აჭარის ავტონომიისა, კი იმ ხელშეკრულების იმ მეექვსე მუხლში ბათუმის გადაცემასთან ერთად, როცა თურქეთი უთმობს სუზერენიტეტს საქართველოს ბათუმის ოლქზე, ორი პირობით. პირველი პირობა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას უნდა ქონდეს კულტურული და რელიგიური ავტონომია და მიწათმოწყობის თავისუფლება, თავისი რეჟიმი მიწათმოწყობის და ადმინისტრაციული წყობა მოსახლეობის და უმრავლესობის დამიხედვით და მეორე მუხლი იყო, რომ ბათუმის პორტით ისარგებლოს თურქეთმა მთელი ისტორიის მანძილზე უბაჟო ლეგიტიმურობაც გარკვეულწილად კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, თუ გავითვალისწინებთ, რომ დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში არ მომხდარა ამის და თანაც მოხდა ესე ძალით თავს მოხვეული იყო. კი ბატონო, ბატონ ზაურ, ეს იყო საწყისი ჩვენი ურთიერთობის, ანუ ჩვენი ჩართულობის წყალებში აი ამ რუსეთსა და თურქეთს შორის ინტერესებში, აი იქიდან დარჩა რუსეთმა და თურქეთი თავისთავად მაშინ აღიარებდა რუსეთს ასეთ, როგორც რუსეთს, საქართველოს კი უკვე საბჭოთა რესპუბლიკა იყო, უკვე რუსეთის ნაწილად მოიაზრებოდა, მართალი საბჭოთა კავშირი უკვე 1922 წლის 30 დეკემბერში შეიქმნა, 21 წელს ჯერ არ იყო საბჭოთა კავშირი. ისევ ეს რესპუბლიკები იყვნენ თითქოს და დამოუკიდებელი იყვნენ, მასში იდგა სადამსჯელო რუსული ბოლშევიკური არმიები, წითელი არმია, რომელიც ესე იგი განაგებდა მთლიანად, ესე იგი ამ აი ეს რიტორიკა დღესაც, როდესაც აი აქტიურ ფაზაშია თუ როგორ ფაზაშია რთული სათქმელია რუსეთ-თურქეთის ომი, კვლავ ისმის აი ეს დამოკიდებულება, რომ აი მაგალითად თურქეთი თურქეთს როგორ დავიპყრობთ საქართველოს რუსეთთან ერთად და როგორ ჩვენ დავიბრუნებთ იმ ტერიტორიებს, ტაო-კლარჯეთზეა საუბარი, ბატონ გიორგისთან მინდა გადავიდე, თქვენ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ბრძანდებით და აი როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს დღეს აი ეს ომი, რომ მე ვნახე თქვენი Facebook გვერდი, საკმაოდ აქტიური Facebook გვერდი გაქვთ, სადაც წერთ, რომ აი მაგალითად დონბასი, ყარსი, სირიამაც არ უშველა, ნავთობის ფასი გარკვეულწილად ეცემა და სოფლიო გეოპოლიტიკურ ჭრილში რუსეთი კარგავს თავის მნიშვნელოვან ფუნქციას, რომ ეს იყოს აი ამ ნავთობის და საწვავის მიმწოდებელი, რადგან უკვე ალტერნატიული გზებიც კი იჭრება. აი ზოგი იმასაც ამბობს, რომ ეს არის თუ არა ომი რეალურად რუსეთსა და თურქეთს შორის. აი თქვენ როგორ განიხილავთ და სად ხედავთ აქ საქართველოს? თუ შეიძლება ჯერ გამოეხმაურებით ჩემს მეგობარს და კოლეგას ბატონი ზაური ძალიან თავდაბალია და არ ახსენა, რომ ჩემსავით ის არის ჩვენი დიპლომატიური სამსახურის ერთ-ერთი ვეტერანი და ჩვენ ორივეს მოგვიწია თურქეთში მუშაობა, როგორც ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებს მე გავხდით ანკარაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი. ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში მუშაობდით ჩვენ, როდესაც ყალიბდებოდა ახალი ურთიერთობა თურქეთთან და აი ამას მინდა გავუსვა ხალხში, რომ ყარსის ხელშეკრულება არის ისტორიის ნაწილი. და ის შესაძლებელი გახდა მხოლოდ მაშინ, როდესაც საქართველოს დაკარგა დამოუკიდებლობა. მხოლოდ დამოუკიდებლობის დაკარგვის პირობებში ეს ხელშეკრულება გახდება ისევ აქტუალური. არა ეს კონკრეტულად ხელშეკრულება, არამედ ის, რომელიც სხვა ქვეყნები გადაწყვეტენ საქართველოს ბედს. როგორც იმ შემთხვევაში რუსეთი და ოსმალეთის იმპერია იმ დროინდელი შემდეგ გახდა მხოლოდ ეს თურქეთის რესპუბლიკა. ჩვენს მაყურებელს უბრალოდ მინდა შევახსენო, რომ დღევანდელი რეალობა არის ასეთი, რომ საქართველოს მხოლოდ ერთი მონაკვეთი აქვს თავისი საზღვრის, რომელიც არის დელიმიტირებული და დემარკირებული და გარკვეული, ჩაბეტონებული, რომელიც არ შეიძლება არანაირად, ეს არის საქართველოს-თურქეთის საზღვარი. ყველა დანარჩენ მონაკვეთებზე ჩვენი საზღვრის მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ აღიარებული გაეროს ყველა ქვეყნის მიერ გარდა რუსეთისა და ერთიანი ქვეყნისა, ჩვენს დღევანდელ საზღვრებში. ყველა დანარჩენი საზღვარი სომხეთთან, აზერბაიჯანთან, მით უმეტეს რუსეთთან
სომხეთთან და აზერბაიჯანთან არ არის დასრულებული დელიმინტაციაც კი და ერთადერთი მონაკვეთი ხას უსვაო, სადაც ჩვენი საზღვარი არის გარკვეული ძალიან მარტივად დასრულებული ეს საკითხი არის თურქეთი. ამის გარდა საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, რომელსაც თურქეთმა ერთადერთმა პირველმა დაუჭირა მხარი და რომელიც აი ამ 25 წლის განმავლობაში ერთ-ერთი აქტიური მხარდაჭერი იყო ჩვენი მივიღოთ იმისა რა ინტერესები აქვს და ვის რა ნოსტალგია აქვს თურქეთში, წარსულზე ოცნებები ყველა ქვეყანას აქვს და ყველა შეუძლია გადმოიღოს ისტორიული რუკები, ზოგიერთ ჩვენ მეზობელს განსაკუთრებული გართულებაც აქვს ამ ისტორიულ რუკებზე შეგახსენეთ, მაგრამ რეალობა ასეთია, რომ საქართველოს და თურქეთს აკავშირებს უამრავი შეთანხმება, ხელშეკრულება და რაც თავარია სტრატეგიული ინტერესები. დღეს ჩვენ თურქეთისთვის ვართ ერთგვარი კარიბჭე აზერბაიჯანის, კასპიის რეგიონის და ცენტრალური აზიის მიმართ. თურქეთი ჩვენთვის არის სასიცოცხლო გზა გასავალი დასავლური სამყაროსთვის და ამ როლს ეს ქვეყანა ჩვენ დამოუკიდებლობის დღიდან ერთგულად ასრულებს. მე ვლაპარაკობ, რომ ეს არის რაღაცა აუცილებლად ძმური კავშირი ჩვენსა და თურქეთს შორის, მაგრამ რეალობა არის ასეთი, რომ ჩვენი ისტორიული ინტერესები ისტორიის ამ ეტაპზე ერთმანეთს ემთხვევა, რომ ჩვენ გვაქვს დადებული მრავალი საერთაშორისო ორმხრივი შეთანხმება, მე ხას უსაუბრ ორმხრივიც და საერთაშორისოც, რომელიც აცემენტებს ჩვენს სრულიად სერიოზულ და გრძელვადიან თანამშრომლობას. ეს არ არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მხოლოდ ორმხრივი შეთანხმებები, ეს არის თანამშრომლობა საერთაშორისო ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებში, ასე რომ ეს არის ჩვენი დამცავი მექანიზმი და ჩვენ გადაცემის წინ ჩვენ ამაზე საუბრობთ. თურქეთთან, აზერბაიჯანთან და ზოგადად აი ჩვენმა მდებარეობამ, ამ თანამშრომლობამ საქართველოს დაუბრუნდა ისტორიული როლი, რომლის გარეშეც ერთ-ერთი ქვეყანა ვერ იქნება დამოუკიდებელი. თუ რაღაცა ფუნქციას, საერთაშორისო ფუნქციას არ ასრულებს. დღეს საქართველოს დამოუკიდებლობა მოგვცა ეს შესაძლებლობა, რომ გავხდეთ დამაკავშირებელი ჯაჭვი ცენტრალური აზიის, კასპიის რეგიონის, რა თქმა უნდა, არ მაქვს მხოლოდ ლაპარაკი ენერგორესურსებზე, ზოგადად რეგიონს შორის და დასავლურ სამყაროს შორის, რომელიც თურქეთზე გადის პირველ რიგში და ასევე შავ ზღვაზე. ასე რომ ჩვენ ძალიან მყარი საფუძველი გვაქვს იმისა, რომ არანაირი შიშები არ გვაწუხებდეს ერთი გამოკლეთ მე ბატონზაურს დავეთანხმები, რა თქმა უნდა, რომ ეს არ არის სახუმარო თემა, მაგრამ ყარსის შეთანხმება რუსეთს და თურქეთს შორის კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გახდება აქტუალური მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ შიდა სახელმწიფოებრიობას, ჩვენს დამოუკიდებლობას, ჩვენს უნარს ვიყოთ სახელმწიფო დაემუქრება საფრთხე. ამ მხრივ ბოლო 25 წლის განმავლობაში მთავარი საფრთხე ჩვენი დამოუკიდებლობისათვის მოდის რუსეთიდან და არა თურქეთისაგან. ასე რომ ის ხალხი, ვინც ჩვენ გვიყვება ნამდვილ ზღაპრებს, გამოგონილს, რომ რუსეთი რაიმენაირად შეიძლება იყოს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე თურქეთთან მიმართებაში, უბრალოდ თავდაყირა აყენებს იმ რეალობას, რომელსაც არ ჭირდება შორს წასვლა. ისტორია ძალიან მნიშვნელოვანი მასწავლებელია და აქ ბატონზავს კიდევ ერთხელ დავეთანხმები, უნდა აუცილებლად გვახსოვდეს, მაგრამ ისტორია ძალიან ხშირად იცვლის ხოლმე გესს. ესე შეიცვალა მაგალითად თურქეთის როლი საქართველოს ისტორიაში. ოსმალეთის იმპერიის გავრცელება ანატოლიაში და შემდეგ მის მიერ მთელი შავი ზღვისპირეთის დაპყრობა იყო აი ეს მოვლენა, რომელმაც მოკვეთა საქართველოს დანარჩენ ქრისტიანულ ევროპას დასავლეთს. და ჩვენ აღმოჩნდა ერთგვარი კუნძული, ჩვენ დაგვიწყეს რეალურად აი დღევანდელი პოლიტიკოსებისთვის, საზოგადო მოღვაწეებისთვის, მეცნიერებისთვის, ვინც სწავლობს ისტორიას, მათ სახელმძღვანელოებში, რომელიც დაწერილი მე-19 საუკუნეებში, საქართველოს საერთოდ არ ფიგურირებს. ამიტომ გვიწევდა მე და ბატონ ზალს და ჩვენს კოლეგებს, დიპლომატებს და უამრავ სხვას მუშაობა იმისათვის, რომ აგვეხსნა რა იყო საქართველო, რომ ეს არ იყო უბრალოდ რუსეთის ერთ-ერთი პროვინცია, რომელიც მას გამოევა. ჩვენ გვიწევდა ახსნა, რომ ჩვენ ვართ უზარმაზარი ისტორიის, კულტურის და სახელმწიფოებრივი გამოცდილების ერი და რომ ჩვენ დამოუკიდებლობა არ უნდა იყოს კითხვის ქვეშ, ჩვენი უფლება რომ ვიყოთ დამოუკიდებელი სახელმწიფო, იმიტომ რომ ეს არ იყო გარანტირებულად ესე მიღებული მრავალი პოლიტიკოსის მიერ, რომელიც წყვეტს მათ შორის ევროპის და ჩვენ ბედს, რომ გვეკუთვნის თუ არა და არის თუ არა მათთვის ასატკიებელი თავი საქართველოს გამო რუსეთთან ურთიერთობაში, რომელიც
რუსეთის ნარატივი სწორედ ესეთია, რომ საქართველო და უკრაინა ხო საერთოდ არ არის არც ერი და არც არაფერი, ეს არავის არ ყოფილა ნამდვილად დამოუკიდებელი. აქედან გამომდინარე, ეს არის რაღაცა სეპარატისტული პატარა ოლქი. ეს საინფორმაციო ომი ძალიან აქტუალურია იმ დიდ იმპერიებთან ბრძოლის დროს, ეს იქნება თურქეთი და თუ რუსეთი, მით უმეტეს ერთმანეთში ბრძოლის დროს ერთი და მეორე ცდილობს რომ ასე რომ აი ამის თქმა მინდა რომ დიახ, ისტორიულად რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ოსმალეთმა, თურქეთმა რეალურად მოკვეთა საქართველოს დასავლურ სამყაროს, მაგრამ დღეს თურქეთი ასრულებს ზუსტად დამაკავშირებელ როლს საქართველოსა და დასავლეთს შორის, ხოლო რუსეთი ასრულებს ზუსტად იმ როლს, რომელიც შეასრულა ოსმალეთმა. ადრე რუსეთი არის სახელმწიფო, რომელიც ცდილობს მოკვეთოს, დაბლოკოს საქართველოს დასავლეთისგან და საერთოდ დაასრულოს საქართველოს მისთვის ესეთი გაუგებარი დამოუკიდებლობა. ანუ შეიცვალა როლები კარდინალურად, მიუხედავად იმისა, რომ აი არსებობს ესეთი წარმოდგენა, რომ აი ერთმორწმუნე რუსეთი და ისლამური თურქეთი. ფაქტია, რომ რუსეთი არც მოკავშირედ, იმიტომ რომ საერთოდ სახელმწიფოდ არ გვაღიარებდა არასოდეს და მით უმეტეს და თუნდაც ერთმორწმუნეთაც არ გვაღიარებდა, იმიტომ რომ ვიმეორებ, რუსეთი იყო ერთადერთი დამყრობელი საქართველოს ისტორიაში, რომელმაც მთლიანად ბოლომდე გააუქმა სახელმწიფოებრიობის თვითმმართველობის ყველა ინსტიტუტი, მათ შორის საქართველოს ავტოკეფალური ეკლესია. სამოციქულო ეკლესია, რომელიც იმ დროს იყო ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქრისტიანულ სამყაროში და მართლმადიდებლურ სამყაროში. ასე რომ რუსეთი არასდროს ამას არ ითვალისწინებდა და დღესაც მისი მოქმედებიდან გამომდინარე ძნელია თუ რაღაც პარალელურ სამყაროში არ ცხოვრობთ, ვილაპარაკოთ მის კეთილ განზრახვებზე საქართველოს მიმართ. თუ ვინმეს არ ჯერა, შეუძლია წავიდეს ახალგორის მისადგომებთან და იქ ნახავს რუსულ ტანკებს, რომლებიც არ უშვებენ. თან ეს არ არის პოლიტიკა უბრალოდ, ხო, და რომელიღაცა ხელისუფლების პრობლემა. ჯერ ყველაფერი იყო გამსახურდიას ბრალი. მერე აღმოჩნდა, რომ რუსების მხარდაჭერილი შევარდნაძის პერიოდშიც ორი ომი ჰქონდა მეტი კიდევ რუსეთთან და თვითონ შევარდნაძის მიმართ აღმოჩნდა, რომ ძალიან წყრავად იყო განწყობილი რუსეთი, ხო? შემდეგ ყველაფერი იყო სააკაშვილის ბრალი. აი ეხლა არის ახალი ხელისუფლება, რომელმაც პრინციპში აიღო გეზი, რასაც თვითონ უწოდებს პრაგმატულ და გაწონასწორებულ პოლიტიკაზე. რა შეიცვალა? არც ოკუპაცია შეწყვეტილა, არც ჩვენი მოქალაქეების გატაცება, 100,000-ობით საქართველოს მოქალაქე ვერ უბრუნდება თავის სახლს და ყოველ დღე ხედავთ იგივეს, ხო? სულ 3 დღის წინ რუსეთის დუმამ მოახდინა რატიფიკაცია აფხაზეთთან ხელშეკრულების, რომელიც რეალურად არის ნაბიჯი ანექსიისკენ. ანუ რუსეთს აქვს პრობლემა საქართველოს დამოუკიდებლობასთან და არა რომელიღაც ხელისუფლებასთან. აქედან გამომდინარე, მინდა ვთქვა ესეთი რამ, რომ სანამ რუსეთში არის ასეთი დამოუკიდებლობა ჩვენს მიმართ, არანაირი პერსპექტივა რუსულ-ქართულ ურთიერთობას არ აქვს. ჩვენ უნდა მტკიცედ ვიდგეთ საკუთარი ინტერესების, საკუთარი დამოუკიდებლობის ადარაჯოზე, გამოვიყენოთ პარტნიორობა და თანამშრომლობა იმ ქვეყნებთან, ვისთანაც ჩვენი ინტერესები ემთხვევა და ასეთია დღეს თურქეთის და აზერბაიჯანიც და დასავლეთის ქვეყნებიც. გავაგებინოთ რუსეთს, რომ ჩვენ არ ვაპირებთ სახელმწიფოებრიობის დამოუკიდებლობის დათმობას და რომ ჩვენ მზად ვართ, ეს ჩვენ ბევრჯერ გვითქვავს სხვადასხვა მე და ბატონ ზაური მსახურობთ დიპლომატიურ სამსახურში სხვადასხვა ფორმაციებში ჩვენი ისტორიის აი ყველა ჩამოთვლილი ხელისუფლების დროს ჩვენ ვიყავთ დიპლომატიურ სამსახურში და გვახსოვს კარგად ბატონ ზაურიც მონაწილეობდა ჩემთან ერთად ელცინის ვიზიტის დროს 94 წელს იყო ჩამოსული საქართველოში. საქართველო მუდმივად უგზავნიდა ამ სიგნალს ყველა ხელისუფლების დროს, რომ ჩვენ გვინდა კარგი ურთიერთობა რუსეთთან. ჩვენ მზად ვართ გარკვეულ დათმობებზე წავიდეთ, მაგრამ ეს დათმობები ვერ გავრცელდება ჩვენ სახელმწიფო სუვერენიტეტზე. ეს არის მთავარი. კი ბატონო, აი ამ პერიოდში რამდენიმე გადაცემა ვნახე, სადაც ამ თემაზე იყო საუბარი და უცნაურად იყო დასმული კითხვა, ინტერაქტივის კითხვა, აი რუსეთ-თურქეთის დაპირისპირების ფონზე, ვისი მხარე უნდა დაიჭიროს საქართველო. ნებისმიერი ინფორმაცია უკვე ხელმისაწვდომია, თქვენგან მაინტერესებს სამხედრო ძალთა თანაფარდობა როგორ არის რუსეთთან და თურქეთთან. კი, ეს არის ერთ-ერთი ილუზია,
რომელიც დამკვიდრებული არის საქართველოში. დიახ, რუსეთს აქვს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი შეერაღებული ძალები, მაგრამ ეს ძლევამოსილობა ძირითადად მაინც ემყარება იმ ბირთვული ქობინების რაოდენობას, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო რუსეთმა, ბევრი ექსპერტი კითხვის ქვეშ აყენებს, საერთოდ რამდენად ეფექტურია ამ ქობინების დიდი რაოდენობა და მიტანის საშუალებები, ანუ ის რაკეტები, ბალისტიკური რაკეტები, რამდენად არის გამართული, იმიტომ რომ საბჭოთა სამხედრო სამრეწველო კომპლექსის ძალიან დიდი წილი გახლდათ უკრაინაში კონცენტრირებული და რუსეთმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ და განსაკუთრებით უკრაინასთან კონფლიქტის დაწყების შემდეგ დაკარგა ძალიან დიდი ნაწილი იმისა, რაც უნდა ყოფილიყო ან სამხედრო და ბირთვული სიძლიერის, ასე ვთქვათ, გარანტია. ასე რომ თავი დავანებოთ ბირთვულ თემას, იმიტომ რომ თვითმკვლელობის ცდელობა თუ არ ექნება ბირთვულ იარაღზე ფიქრი თვითონ რუსეთმა უნდა დაანებოს ამას თავი. რეალურად სახმელეთო ძალები თურქეთი არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, ყველაზე კარგად აღჭურვილი და გაწვრთნილი სამხედრო ძალა. მე გეტყვით მაგალითისთვის რომ ციფრები იყოს. თურქეთს გააჩნია 12000 ჯავშან მანქანა, ტანკი და თვითმავალი საარტილერიო დანადგარი. ეს ჩვენს ყურის ძირშია. ეს ერთი. შემდეგ გააჩნია სულ მცირე 12000 ყველაზე თანამედროვე საჰაერო საშუალება, თვითმფრინავები, გამანადგურებლები, აქედან F-16 ტიპის ამერიკულ გამანადგურებლებს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური თვითმფრინავია გამანადგურებელი, თურქეთი აწარმოებს თვითონ. ანუ ის არ არის დამოკიდებული შეერთებულ შტატების მხრიდან ამ თვითმფრინავის მოწოდებაზე. თურქეთს გააჩნია მრავალი ასეული მცურავი საშუალება თანაფარდობა ძალების შავ ზღვაშიც და ხმელთაშუა ზღვაშიც თურქეთის სასარგებლოდ არის რუსეთთან მიმართებაში. თურქეთს გააჩნია მწყობრში უკვე აი დღეს მწყობრში ჯარში მყოფი 410,000 სამხედრო მოსამსახურე და ძალიან კარგად გაწვრთნილი და აქვს უნარი ორ კვირაში ეს გაზარდოს მილიონად. ასე რომ თურქეთთან ხუმრობა არანაირად სასურველი არავისთვის არ არის და ეს არის მიზეზი, რის გამოც რუსეთმა ვერაფერი ვერ დაუპირისპირა იმას, როდესაც თურქეთმა ჩამოაგდო სრულად მართებულად რუსული თვითმფრინავი. არის ლაპარაკი იმაზე, რამდენად იყო ეს ლეგიტიმური საქციელი თურქეთის მხრიდან. მე შევახსენებ ყველას, რომ რუსეთი რეგულარულად არღვევდა თურქეთის საჰაერო სივრცეს და რატო აკეთებდა ამას? ის ბომბავდა უშუალოდ თურქეთის საზღვართან თურქეთის უახლოეს მოკავშირე და მონათესავე ტომს, თურქომანებს ეძახიან თვითონ, თურქები არიან რეალურად ისინი, რომლებიც იყვნენ ასადის და არიან ასადის ოპოზიცია. არანაირი კავშირი ისლამურ სახელმწიფოსთან. რამდენიმე დარღვევის შემდეგ ყოველ ჯერზე თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფრთხილებდა რუსეთს ამის შესახებ. რუსეთი ჯერ უარყოფდა, შემდეგ ბოდიში მოიხადა ერთ-ერთი დარღვევის შემდეგ. ხოლო როდესაც თურქეთმა თავის საჰაერო სივრცეში ჩამოაგდო რუსული უპილოტო საფრენის საშუალება, რუსეთმა უარყო, რომ ეს მათი იყო. აქედან გამომდინარე თურქეთმა ოფიციალური გაფრთხილება გააკეთა, რომ შემდეგ ჯერზე თურქეთი გაუფრთხილებლად ჩამოაგდებს ნებისმიერ საფრენს საშუალებას თავის საჰაერო სივრცეში. და იმ ჯერზეც ეს მოხდა გაფრთხილებების შემდეგ, როდესაც ჯერ კიდევ უახლოვდებოდა თურქეთის საჰაერო სივრცეს რუსული თვითმფრინავი. ასე რომ, აქ სალაპარაკო არაფერი არ არის. აი, შედეგი რომ ამხელა რუსეთმა ვერაფერი ვერ დაუპირისპირა მისი თვითმფრინავის ჩამოგდებას და ეს იყო დიდი დარტყმა რუსეთის პრესტიჟისადმი, უბრალოდ მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთმა კარგად იცის, რომ თურქეთთან ძალისმიერი პოლიტიკა რუსეთს უბრალოდ არ გამო. სულ რომ არ გავიხსენოთ, რომ თურქეთი ყველაფერთან ერთად არის ნატოს წევრი. კი ბატონო, თუმცა როგორც ჩანს ამის garaშეც საკმაოდ სერიოზულ ძალას ყოველგვარი ნატოს garaში თურქეთი არის ძალიან ანგარიშ გასაწევი სამხედრო ძალა, მაგრამ რუსეთმა ისიც იცის, რომ ისიც უნდა ვთქვათ, რომ თანაბრად საშიში როგორც ირკვევა თავისი შეიარაღებით, როგორც რუსეთია საქართველოსთვის, ასევე თურქეთიც, იმიტომ რომ ნებისმიერი ავანტიურა
რომელშიც შეიძლება საქართველოს აღმოჩნდეს, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში რო გადავხედე, აი ქალბატონო თამთა თქვენთან მინდა გადმოვიდე დიალოგით, რაღაც გააქტიურდა ლაზების თემა და რუსული პროპაგანდა ძალიან ციტირებს სხვადასხვა ავტორებს და ამბობენ რომ აი ეს ლაზები, რომელიც თურქეთის ტერიტორიაზე ცხოვრობენ, ძირძველი ქართველები არიან და რაღაც გარკვეულწილად აი ლაზები, რომლებიც აი ორგანულად არიან ამ თურქულ სამყაროში ინტეგრირებულები, გარკვეულწილად ეს რაღაც გამოწვევასაა, ვით არის რომ თურქეთი ამით გაღიზიანდეს, თორე რუსეთს რომ ლაზები და ქართველების ერთიანობა არ აღელვებთ, ეს ისედაც ცხადია. აი თქვენ და ყველა ის ადამიანი, რომელიც დღევანდელ სტუდიაში არის აქ, რაღაც აკადემიურ პერსონალსაც წარმოადგენს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში, მაგალითად ბატონი გიორგი და ბატონი ზაური ჯავახიშვილს წარმოადგენენ თქვენ, ილიას უნივერსიტეტს წარმოადგენთ. აი თანამედროვე ახალგაზრდობამ რა იცის თურქეთის შესახებ? აი რა ინფორმაციები აქვთ პერიოდულად, როგორი წარმოდგენა აქვთ დღევანდელი თურქეთის და რუსეთ-თურქეთის ომზე და თურქეთ-საქართველოს ურთიერთობებზე? მოგესალმებით პირველ რიგში. წარმოდგენა ერთი, რომ მართლა წლების განმავლობაში უკვე უნდა ჩამოყალიბდა იმისი, რომ თურქეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და შესაბამისად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოკავშირე. თემა ის თვითონ ლაზების, ისევე როგორც ვთქვათ, სტალოკლარჯეთის და ასე შემდეგ, ამითი აპელირება ჩვენ საზოგადოებაში საკმაოდ წარმატებით ხდება ხოლმე, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ეს ხშირ შემთხვევაში ისეც იგივე ლაზების საკითხი ვთქვათ, ისევე როგორც ბოლო პერიოდში კიდე წამოჭრეს ყარაბაღის და კვიპროსის საკითხები. ეს ყველაფერი რაღაც უფრო რიტორიკის ნაწილია და ნაკლებ სავარაუდოა, რომ ეს ყველაფერი რაღაც ძალიან აქტიურ ფაზაში გადავიდეს, რომ ჩვენ აქტიურ ქმედებებში გადავიდეთ. ისე როგორც ვთქვათ, პირდაპირ სამხედრო ისეთი თემაა, ნაკლები იარაღი არ არის. არა, ნაკლები იარაღი არ არის, უბრალოდ ეს იმისი განცხადება, რომ ვთქვათ, რაღაცნაირად მოხდება ლაზების უკან ინტეგრირება საქართველოს, ან რაიმე სხვა, ვთქვათ, იგივე ყარაბაღის პრობლემის მოგვარებით საკმაოდ რთული იქნება. შესაბამისად, ჩემი საკმაოდ სუბიექტური აზრია, რომ ეს ყველაფერი სავარაუდოდ უფრო ზეწოლის რაღაცა მექანიზმია და არა რაღაცა ისეთი მუქარა, რომელიც შემდეგ ქმედებაში გადაიზრდება. ისევე როგორც ვთქვათ, რომ რუსეთ-თურქეთის დღევანდელი დაპირისპირება შეიძლება მივიდეს რაღაც ეტაპზე სამხედრო დაპირისპირებამდე, ესეც ნაკლებ სავარაუდოა. იქიდან გამომდინარე, რომ ერთი რომ თურქეთი არის ნატოს წევრი ქვეყანა, მეორე ორივე ქვეყნის უბრალოდ არც ერთი ქვეყნის ინტერესებში დღეს სამხედრო დაპირისპირება ნამდვილად არ უნდა შედიოდეს. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს რა ტიპის კონფლიქტია? ეს თუ სამხედრო დაპირისპირება არ არის, რა ტიპის ომია? იმიტომ რომ მე მახსოვს ერთ-ერთ რესპონდენტს, რომელსაც ვთხოვე აი ამ თემის კომენტირება, რომ რაღაც არში ჩამეხედა აი ამ ურთიერთობების, თქვა რომ ეგრეთ წოდებული ომი რუსეთ-თურქეთის, ეს ეგრეთ წოდებული ომია რუსეთსა და თურქეთს შორის თუ რაღაც ახალი გადანაწილება გეოპოლიტიკური სივრცეების? გეოპოლიტიკური სივრცეების გადანაწილება ეს ძირითადად სავარაუდოდ უფრო ახლო აღმოსავლეთის რეგიონზე არის ლაპარაკი. იქ ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული სისტემა დღეს უკვე იშლება, პრინციპში დაიშალა და აი ამ სავარაუდოდ უნდა მოიძებნოს რაღაცა ახალი წყობა, რაც ჩამოყალიბდება ამ ტერიტორიაზე. რუსეთს ძალიან დიდი ინტერესები აქვს ახლო აღმოსავლეთში, ისევე როგორც თურქეთს შესაბამისად. ამიტომ მათი დაპირისპირება ძირითადად ზუსტად აი ამ ინტერესების იმაზე ხდება. კონკრეტულად სირიის რეჟიმთან დაკავშირებით, როდესაც რუსეთი ძალიან აქტიური მხარდამჭერია ასადის დღევანდელი რეჟიმის და თურქეთის დღევანდელი მთავრობა 2011 წლიდან მოყოლებული პირიქით ძალიან უარყოფითად არის დამოკიდებული ასადის რეჟიმთან. რუსეთს კიდე აქვს აქ ძალიან მნიშვნელოვანი სამხედრო ბაზა სირიაში, რომელიც დაკარგვა არანაირად არ უღირს და უბრალოდ არ უღირს რა. არ დათმობს. ხო, რატომ? ხო და შესაბამისად, ეს გეოპოლიტიკური დაპირისპირება ძირითადად უფრო აი ამ ტერიტორიებზე იქნება. რუსეთი საკმაოდ აქტიურად უჭერს ასადის რეჟიმს მხარს, მაშინ როდესაც თურქეთი პირიქით მისი აქტიური მოწინააღმდეგეა და შესაბამისად ეს მათი
დაპირისპირება რეგიონში უფრო ეგ ახლო აღმოსავლეთში ძალთა ბალანსის გადანაწილებაზე იქნება ორიენტირებული. ბატონ გიორგი, არ შემიძლია რომ თქვენ არ კითხოთ, რა ინტერესი აქვს რუსეთს ახლო აღმოსავლეთში და კონკრეტულად სირიაში? სირიაში რუსეთი აღმოჩნდა სრულიად შემთხვევით, მე ვიტყოდი, ეს არ არის არანაირი კანონზომიერება, რაიმე გეოპოლიტიკური ინტერესების დაცვა. ჩემი აზრით, სირიაში რუსეთის შევარდნა არის სიმპტომი იმისა, რომ პუტინის საქმე უკრაინაში ძალიან ცუდად მიდის. რეალობა არის ასეთი, რომ დონბასიდან შეწყდა დიდი ხნის წინ რაიმე გამარჯვებების შესახებ ახალი ამბები. და ეს ახალი ამბები მორიგი სამხედრო წარმატებების შესახებ არის, რაც ასაზრდოებს პუტინის რეიტინგს, რომელიც მას ჭირდება მისი სრულიად კორუმპირებული და მე ვიტყოდი ანტისახალხო რეჟიმის სიმყარისთვის, იმიტომ რომ რაც ხდება წლების განმავლობაში არის რუსეთის რესურსების ძარცვა, მის გარშემო არსებული ძალიან ვიწრო წრის გამდიდრების მიზნით. სხვა არაფერი, იმიტომ რომ სტრუქტურულად აღმოჩნდა, რომ რუსული ეკონომიკა არ შეცვლილა საბჭოთა პერიოდის შემდეგ და როგორც კი ვნახეთ ნავთობზე ფასების დავარდა და აქ არც იყო საჭირო რაიმე სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობა წავიდა კატასტროფისკენ. დღეს უკვე სერიოზული დეფიციტი აქვს, რუსული რუბლი არის თავისუფალი ვარდნის მდგომარეობაში. ბიუჯეტში არის სერიოზული პრობლემები იმისათვის რომ თავისი მოსახლეობა რაღაცნაირად გაართოს და გადაიტანოს ყურადღება ერთ-ერთი ამის საშუალება იყო უკრაინა ყირიმის დაბრუნება იყო დიდი ტრიუმფალური ამბავი შემდეგ ესე იგი ბრძოლები დონბასში რუსების დასაცავად ეს ყველაფერი შეწყდა ყოველ შემთხვევაში პოზიტიური ამბები შეწყდა დიდი ხნის წინ ყირიმი არის უდენოდ უწყლოდ და ადგილობრივი რუსები იქ ცხოვრობენ ბევრად უფრო უარესად ვიდრე ცხოვრობდნენ უკრაინის შემადგენლობაში ყოფნისას, ხოლო დონბასიდან მარცხის შესახებ ამბები მოდის და ყოველ შემთხვევაში პოზიტიური არაფერი. ჩემი აზრით, რუსული ოპერაცია სირიაში იყო მცდელობა გადაეტანა ყურადღება უკრაინის თემიდან, იმიტომ რომ უკრაინამ ყველაფერი ამის გარდა რუსეთი ასე ვთქვათ შეიყვანა სერიოზულ იზოლაციაში, საერთაშორისო პოლიტიკურ, დიპლომატიურ იზოლაციაში და აქ რამდენიმე ფაქტორი, ერთი საშინაო მოხმარებისთვის ყურადღების გადატანა რაღაც ახალ გასართობზე, მეორე დასავლეთისთვის სიგნალი, რომ რუსეთი აქტუალური მოთამაშეა და მასთან პარტნიორობის გარეშე დასავლეთი უფრო მეტ პრობლემას მიიღებს, როგორც მინიმუმ და რა თქმა უნდა დავეთანხმები ჩემს კოლეგას, რა თქმა უნდა რუსეთს აქვს ინტერესი სირიაში, იმიტომ რომ სირიაში ასადის რეჟიმი არის უკანასკნელი მოკავშირე ახლო აღმოსავლეთში და ჩრდილოეთ აფრიკაში, აი ყოფილი ბაასისტური პარტიების მთელი რკალი იყო საბჭოთა დროიდან შექმნილი ერაყიდან ლიბიამდე, რომელიც ამოიწურა და ბოლო მოკავშირე არის ასადის რეჟიმი. ოღონდ ეს არის სისხლიანი რეჟიმი, რომელიც არის ომის მდგომარეობაში საკუთარ მოსახლეობასთან და რომლის შედეგადაც არის წარმოქმნილი ისლამური სახელმწიფო. ოღონდ რეალობა ასეთია, რომ რუსეთი სირიაში ებრძვის არა ისლამურ სახელმწიფოს რეალურად, არამედ შედარებით ზომიერ ოპოზიციას ასადისას. იმ ძალებს, რომელსაც ხარს უჭერს მეტნაკლებად დასავლეთი და თურქეთი. ასე რომ თურქეთთან კონფლიქტი სწორედ აღმოჩნდა, ვთქვათ, ალბათ შემთხვევით თურქეთის ინტერესებზე ფეხის დაბიჯების შედეგი. ეს არ იყო რუსეთის განზრახვა, რომ შესულიყო ღია კონფლიქტში თურქეთთან, მაგრამ მე მგონია, რომ საკუთარი თავი რუსეთმა მოაქცია დიდ ჩიხში. პერსპექტივა რუსეთს ასადის თვალსაზრისით სირიაში არ აქვს და რა უნდა მოიმოქმედოს პუტინმა იმისათვის, რომ შეინარჩუნოს საკუთარი რეჟიმის სტაბილურობა, აი სრულად გარდაუვალი მარცხის შედეგად სირიაში, ეს ხოლმე შეგვიძლია ვივარაუდოთ. ძალიან სახიფათოა, იმიტომ რომ განსხვავებით გორბაჩოვისგან მე ეჭვება პუტინი მშვიდობიანად წავიდეს სცენიდან. თუ არ მოხდა რაღაცა შიდა სასახლის გადატრიალება, პუტინი ჩემი აზრით ეცდება დიდი კარის გამოჯახუნებით წავიდეს. კი, და უპროგნოზოა თვითონ ეს სიტუაცია, რაც მთლიანობაში რუსეთთან მიმართებაში რუსეთში არის. მაქვს პროგნოზი ნეგატიურია და სახიფათო. ნეგატიური, კი ბატონო. ბატონ ზაურ, ქურთების თემის გარეშე შეუძლებელია აი თემის, ასე ვთქვათ, კიდევ გავაგრძელე ბატონ გიორგის, ესე იგი პუტინის შეჭრა ეს იყო ძალის დემონსტრირების ერთ-ერთი ნიშანი და სიგნალი დასავლეთისათვის და თვით თურქეთისათვის. რამე თუ ვიცით, რომ
1978 წლიდან რაც კი შეიქმნა ქურთისტანის მუშათა პარტია, საბჭოთა კავშირი ამარაგებდა მას იარაღით, ფინანსურად და ყველანაირად და აბდულა ოჯალანი მოსკოვში უფრო ხშირად იყო ვიდრე დიარბაქირში, რა თქმა უნდა, სადაც არ უშვებდნენ მათ. ამიტომ რუსეთის შეჭრა, რა თქმა უნდა, იყო ერთი რომ ძალის ჩვენება, მეორე ტარტუსის საზღვაო ბაზა, რომელიც ხმელთაშუა ზღვაში ერთადერთი აქვს რუსეთს და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ბატონების სურვილი და სრულტეებზე ბატონობის სურვილი რუსეთს ჰქონდა ჯერ პეტრე პირველის დროიდან და ეკატერინემ ასე თუ ისე ხელი შეუწყო ამას შემდეგ და ამიტომ დღესაც რუსეთს რა თქმა უნდა ჩაფიქრებული აქვს ის თავისი გავლენის სფეროები, რომელიც როგორც ბატონ გიორგი ბრძანა, ბოლო არის ბაშარ ასადი. ბაშარ ასადის გადარჩენის ნაბიჯი იყო ესა, მისი რეჟიმის გადარჩენისა, აგერ 25 იანვარს სწორედ დასხდებიან ეს ვისაც აინტერესებს ის და ჩართული მხარეები, რომ მშვიდობიანი გზა შემუშავდება თუ არა ბაშარ ასადის მშვიდობიანად წასვლისა. რამე თუ ამ ომმა, ამ შეტაკებებმა, როგორც ვიცით, იგივე ქურთთა დემოკრატიული კავშირი, რომელიც ესე იგი შეერთებული შტატების ესე დიდი იმით სიმპათიითაც სარგებლობენ, რომელსაც რუსეთმე თურქეთი ებრძვის, რამე თუ ქურთთა მუშათა პარტია, რომელიც თურქეთში მოქმედებს, მისი პირდაპირი ფილიალი არის ის დემოკრატიული კავშირი, ესე რომელიც მოქმედებს პარტია დემოკრატიული კავშირის პარტია ბაშარ ასადის წინააღმდეგ. ამიტომ თავისთავად იკვეთება ის, რომ ქურთების პრობლემა იწევს წინ. იგივე ესე იგი დღეს ის ისლამური ISIS ისლამური სახელმწიფო თურქეთის ტერიტორიის, თურქეთ-სირიის საზღვრის 98 კილომეტრიან მონაკვეთს ფლობს, აზაზიდან ჯელუზამდე. ესე იგი და ამიტომ იქ სწორედ თურქეთი დაინტერესებულია ის ტერიტორია გაათავისუფლდეს, რამე თუ ის ლტოლვილები 2.5 მილიონი, რომელიც თურქეთში არიან, სირიიდან ლტოლვილები, დასახლდეს სირიის ტერიტორიაზე და ის ზონა იყოს, ესე ის მშვიდობიანი ზონა შეიქმნათ. რუსეთი, რა თქმა უნდა, დაინტერესებული არ არის ამით, ამიტომ იყო რომ ის ქურთთა მუშათა პარტიის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელიც უკვე დღეს თურქეთის მეჯლისში არის, სელაჰადინ დემირთაში, ლიდერი ამ ქურთული პარტიისა, ხალხთა მშვიდობიანი პარტიისა. სწორედ მოსკოვში იყო ამ 2 კვირის წინ და მიიღო ახალი დირექტივები, თუ როგორ ებრძოლოს, იმიტომ რომ რუსეთს ერთადერთი დარჩა ბერკეტები სირიაში თურქების საწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმისა, ქურთების ისევ ქურთთა ამ რეჟიმის აღზევებისა და წამოწევისა. მაგრამ თურქეთიც თავის მხრივ იყურება წინ იმ სანქციებისა, რაც რუსეთმა ეკონომიკური დაუწესა უკვე თურქეთს და არ არის შორს ის დღე, როდესაც შეუძლება გადაუკეტოს ენერგეტიკული ის სამხრეთი ნაკადი და ყველაფერი, ამიტომ თურქეთი ეძებს, ამიტომ იყო ერდოღანი ჩასული თურქმენეთში, ასევე აზერბაიჯანში იყო დაუთოğlu ჩასული, ასევე ჩასული, ესე იგი დაუთოğlu იყო ქურთთა ავტონომია არსებობს, ვიცით, ჩრდილოეთ ერაყში, მესუდ ბარზანის მეთაურობით და იქაც, რამე თუ ის ერბილისა და კირკუკის ნავთობსადენები, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ძებნაში არის თურქეთი, რომ შეწყვიტოს რუსეთისგან საბოლოოდ დაიხსნას თავი ის ეკონომიკური ენერგეტიკული სფეროებიდან, რომელიც ასაზრდოებს, იმიტომ თურქეთი 60% გაზს იხმარს რუსეთისას და 28% ნავთობს რუსეთისას. ამიტომ აი ამის განთავისუფლება, მაგრამ რუსეთი ესე ქურთთა მუშათა პარტიის ტერორისტული ორგანიზაცია, მსოფლიოს ყველა სახელმწიფოს მიერ ის ტერორისტული ორგანიზაციად არის აღიარებული და ამიტომ თურქეთი დღეს შიდა ესე იგი ომსაც აწარმოებს, ამიტომ ისინი თურქეთის ტერიტორიაზე ცხოვრობენ. აი ამ ყველაფრის ფონზე ნათლად ჩანს, რომ აი ეს იდეა, რაც ჩვენ გადაცემას სათაურადაც აქვს ერთიანი მშვიდობიანი კავკასიის შესახებ, დღითი დღე უფრო აქტუალური ხდება, რადგან იგივე ის ენერგორესურსის როგორც შემქმნელი შემატარებელი, რომ ეს აბრეშუმის გზიდან დაწყებული ოდითგან საქართველო იყო ის მაკონსოლიდირებელი აი ამ რეგიონში. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ დღევანდელი სტუმრობისთვის. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენმა მაყურებლებმა
მადლობა. ნათლად დაინახეს ეს მოვლენები, რომელიც ჩვენს რეგიონში ვითარდება. მე ჩვენს მაყურებლებს სწორედ ამისთვის, რომ გადაცემის ბოლომდე გვიყურეს და გვისმინეს, ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა. მომავალ შეხვედრამდე.